ძალიან სამწუხაროა. ხო, ზლატა, ამ თამაში ლიდერის გახდომის შანსი ნამდვილად არ გაქვს. მაგრამ მამაზე უკეთ ვერ გავაკეთებ. უნდა გენახათ, რამდენად შორს შეუძლია მას პურთხება. ამაზე ვიკამათებდი. მე უფრო უკეთ შემიძლია. ეჩქარეშია ვის დევნი, როცა ბარდის წვნიანს მიირთმევ. რა? აი აქ ხართ. თელ სახლში გეძებდით. თქვენ კი თურმე უბრალოდ თამაშობთ აქ. ჩვენ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ადამიანის ბედი წყდება. ბედი? ვისი? ვინც წააგებს, ზაღლის მოსაქმებულს ერთი კვირით წაიღებს. ამ სუნების სატანა ძალიან რთულია. ის კი ძალიან ო, ყავს. კი, მართალია. როგორ შეიძლება ასე თუ წინარ პატარა არსებას ასეთი სუნი ანსტიოდეს? აჰა. ისევე როგორც შენ, ზლატა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეტროში სუნამოს ყიდვა ცუდი იდეა იყო. მთელი ცხოვრება ნუ დამცინებთ. საკმარისია ეს ყველაფერი. კარგი ბავშვებო, მაგრამ მე იმის შესახსენებლად მოვედი თუ ვინ ვართ და რა უნდა გავაკეთო. ჩვენ თინეიჯერები ვართ და უბრალოდ უნდა ვიხუმროთ. სინამდვილეში სწორედ ამას ვაკეთებთ. არა, ჟენია, ჩვენ ბლოგერები ვართ. ახალი ვიდეოს გადაღების დროა. კარგი, აიღე და გადაიღე. მაკიაჟი ან მსგავსი რამე. ამას შენ მოაგვარე. სულ ეგ არის. არა, გამოწვევა უნდა გავაკეთოთ. ვაუ, რომელი გადავიღოთ? მე მიყვარს საჭმის გამოწვევები. რა სიტყვით ნიკოლის 24 საათით ოთახში გამოკეტვაზე, რომ ჩვენ ვეღარ შეგხვდეს? ამ დედას 24 საათის განმავლობაში ჟენიას ყველა საიდუმლო გავაგებინოთ. ეს სახალისო იქნება. მოიცა. გამიშვი. ო, რა სიტყვით ვინ გადავა ბოლოს ბატუტიდან ჩელენჯზე? სად ვიპოვოთ ბატუტი? იდეა მაქვს. 24 საათის განმავლობაში მაკდონალდსში ვჭამოთ. ეს საოცნებო გამოწვევაა. ჩვენ უახლოესი მაკდონალდსიდან კილომეტრებით ვართ დაშორებული. ჯანდაბა, ყველა გამოწვევაში ასეთი წესები მომბეზრდა. ეგ არის წესები. წავიდეთ. კარგი. რა მოხდება თუ პირიქით გავაკეთებთ, ბავშვებო? მთელი წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი წესი დავარღვიოთ. ვაუ, მაგარია. წესები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო. 100 წესის დარღვევის გამოწვევა დავიწყოთ. წავედით. მაშასე, რომელი წესის დარღვევა შეგვიძლია პირველ რიგში? შენი სუნით თუ ვირჩევთ, ყველა ჰიგიენის წესი დაარღვიე. ეს სამწუხაროდ მართლაც ასეა. კარგი, ეჭვებს საკუთარ თავს ნუ მოაშორებს ლატა. დასაწყისისთვის შეგვიძლია რაღაც მარტივით დავიწყოთ. ძალიან არ გავართულოთ. ო, შეგვიძლია სრულელებივით ჩავიცვათ და სტილის ყველა წესი დავარღვიოთ. სტილს წესები არ აქვს. დასასპისტარებას თავისი წესები აქვს. რა მოხდება თუ ამ წესს დავარღვევთ და ტანსაცმელს ამონტრიადებულს ჩავიწმევთ? ძალიან კარგი იდეაა. მე თანახმა ვარ. გარდა ამისა არ მაინტერესებს რა ჩავიცვა. ჩემი სხეული ისედაც ყველა ტანსაცმელს უხდება. ვაუ, არც ისე სულად გამოიყურება. მომწონს. ლამაზია, მაგრამ უნიკალურია. მოიცა, ერთი შეკითხვა მაქვს. სწორად გავიგე? რუსიკების ამოტრიალებული უნდა ჩავიცვათ? არა. რატომ? მათ ვერავინ შეხედავს. კარგი, ხო, წესების დასარღვევად. კარგი, თუ ამით უფრო კომფორტულად იქცნობ თავს, კარგი. შეგიძლია. მაგრამ შემდეგ ორივე მხრიდან მომიწევს გარეცხვა. ეს არის უარყოფითი მხარე. საჩლებს მხოლოდ ერთი მხრიდან რეცხავ? მაგრამ ისინი მხოლოდ ერთ მხარეს პინძურდებიან. ბოგდან, ნეტა საერთოდ არ გეთქვა. უნდა წავიდე და მნიშვნელოვანი საქმე მაქვს თქვენთვის შესასრულებელი. კარგი, სადრიჩქარება ასე? ო, სამსახურში საგანგებო სიტუაციის გამო დამირეკეს. მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობთ. გასაგებია, იმედია ეს პროექტი საღამოს 9 საათამდე დაგაბრუნებს სახლში. რაზე ლაპარაკობ? კარგი, მივდივარ. ჰეი, მას რაც შეეხება დავალებას? ო, დავალება. ჩემი ტანსაცმელები უნდა გარეცხოთ. თეთრი და შავი ტანსაცმელი ცალ-ცალკე გარეცხეთ, იცოდეთ. კარგი. ვის მოუვიდა თავში ეს ფერადი ტანსაცმელი? ნეტა ერთი ფერის ყოფილიყვნენ. კარგი რა. არ ვიდარდებდით მათ სწორად გარეცხვაზე. კარგი, შენ არასოს კი დარდია ამაზე. კი, დედა ისევ რეცხავს შენ საცვლებს. დედა არა, სარეცხი მანქანა. მაგრამ დედადებს მათი. იდეა მაქვს. აბა, მინდა გვიბზადოს ახლა თეთრის და შავის ერთად გავრეცხოთ? კარგი, ტანიას არ გაუმართლა. მან არასწორი დღე შეარჩია დავალების მოსაცემად. კარგი რა, იქნებ არაფერი მოხდეს. მოდით შევამოწმოთ. დახურეთახლავე. ხო, ჩვენ საქმე ცუდად გვაქვს ბავშვებო. გონი კიდე უფრო უკეთესად გამოიყურება. ახლა ახალი ტანსაცმელი გვაქვს. თითქოს გარდრობი განვაახლეთ ფულის გარეშე. ეს რა არის? ჩემი ტანსაცმელია? ის გააფუჭეთ. რატომ გავაფუჭეთ? უარესად გამოიყურებიან? კარგი, შენს ქალდა არავის ექნება ასეთი ტანსაცმელი. იცი რა ღირდა? ბრენდირებული ტანსაცმელი იყო, რომელიც პედრომ იტალიიდან ჩამომიტანა. კარგი, შენი პედრო მდიდარია, ახალს მოგიტანს. ახლა თქვენ მიიღებთ. გაიქეცით! ვაიმე! ეს ნაჭრები შენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენ. სერიოზულად უნდა დაფიქრდი ამ საკითხზე. ეს ზედმეტია. თქვენი ხდიკები ძალიან ძვირი დამიჯდა. ჯანდაბა, მე მშია. კარგი, როგორც ჩანს დედას სახლში მშიერი ბავშვები სრულიად დაავიწყდა. ო, კი, რა თქმა უნდა. ის შეყვარებულთან ერთად რესტორანში სადილობს. შეეძლო საჭმელი დაეტოვებინა, გვეთხოვა თან წაგვეღო და ჩაგველაგა. ჩვენ შეგვეძლო ცოტა რამ გვეჭამა იქედან. ოხ, ჩვენ თვითონ ნოვიწევს საჭმის მომზადება. არ მომწონს ეს რეცეპტები. ყოველთვის ვერ ვახერხებ ხოლმე მომზადებას. მახსოვს, ფლავს ვაკეთებდი და ბოლოს შავი ფერის გავაკეთე. რა გავაკეთოთ? იქნებ ორცხობილა?
ო, მე მიყვარს ორცხობილა, მაგრამ ქიშმიში არა, აკნეს მართებს. არა, შენი აკნე იმ ფასტფუდის და კოლას ბრალია, რომელსაც ყოველდღე მიირთმევ ბოგდან. სწრაფი კვება გასტრიტს მიქმნის. დარწმუნებული ვარ, ქიშმიში აკნეს იწვევს. ნახეთ, რეცეპტი ვიპოვე, ნამჩხვევრის სულელებისთვის. სწორედ ეს გჭირდებოდა. აბა, ვნახოთ. შაქარი და კვერცხი რა თქვით? კვერცხი გვაქვს. შაქრის ნაცვლად მარილი შეგვიძლია გამოვიყენოთ? რა სიტყვით? დაამატე 50 გრამი 150 გრამის ნაცვლად. ცხოვობა არ არის, ეს არაფერზე არ იმოქმედებს. დაუმატე ცოტა ვანილის ექსტრაქტი. რა? ექსტრაქტი? ეს მასტერშეფის რაღაც ფინალია? ვა! რაზე ფიქრობენ საერთოდ? ცოტა ფქვილს დავამატებ. გემრიელი უნდა გამოვიდეს. ასე ფიქრობთ? ცოტა წყალი დავამატოთ. რა წყალი? მოიცადე. შეხედე რა მაქვს. გემრიელად არ გამოიყურება. კარგი, ეს ჯერ არ დასრულებულა. ჯერ ხომ ის უნდა გამოცხეს. აბა ვნახოთ რა წერია რეცეპტში. წერია რომ 15 წუთი უნდა გამოაცხო, მაგრამ დღეს წესებს ვარ ღვევ. გამოვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში. კარგად იქნება მომზადებული. არ გგონიათ რომ რაღაცას სუნი ასდის? ეგრევე მე რატომ იყურებ? ეს მე არ ვარ. რა თქმა უნდა, თუ არაფერი გეწვება, ეს შენ არ ხარ. კარგი, როგორც შანს რეცეპტებში გარკვეული მიზეზების გამოწერა. შეიძლება კარგად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ შიგნიდან გემრიელია. ეს ადამიანებს გავს. თავარი გარეგნობა კი არა, შინაგანი სამყაროა. ამას გეუბნებოდა დედა, როცა პატარა იყავი? ხუმრობთ? ნამსხვები დამწვარია, უნდა გადავაგდოთ. ვერ შევჭამთ. წესების თანახმად ესენი უნდა გადავაგდოთ. მაგრამ ჩვენ წესებს ვარ ღვევთ. ასე რომ ჩვენ გავსინჯავთ. სწორია. ფუ! მოიცა, ჯერ მე მომეცი. მოიცა, დაიცადე. ბავშვებო, რამე მითხარით? არსებობს მიზეზი, რის გამოც აქ ბუშტებითა და წყლით მოხვედი? ჩვენთან ყოველთვის რაღაც ხდება გარკვეული მიზეზის გამო. და რატომ მშვიდდება ეს? მაინტერესებს. მოდით, ფიზიკის კანონი დავარღვიოთ. რა? ფიზიკის კანონის დასაკლებად ფიზიკის კანონი უნდა იცოდე და ამაში უიმედოები ვართ. ჩვენ არაფერი ვიცით. ხო, მაგრამ თქვენ იცით გრავიტაცია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სენდვიჩი ყოველთვის კარაქის მხრიდან ქვემოთ ვარდება? მას ქვია მერფის კანონი. ბოგდან, ფიზიკა კი არა. შენ ეს საერთოდ არ გცოდნია. ჩვენ ვიცით რომ დედამიწას აქვს ძალა. ყველა სხეული თავისკენ მიიზიდოს. დიახ, ბუშტებს წყლით გავავსებთ და ზემოთ ვისვრით და არა ქვემოთ. თითქოს გრავიტაციის კანონს ვარღვევთ. და წესს დავარღვევთ. გავაკეთოთ. კარგი, იმედია გავერთობით. ღმერთო ჩემო, რას ვაკეთებ? დედა მეუბნება რომ რამე კარგი სამსახური ვეძებო, მაგრამ მე ასეთ სისულელეებს ვაკეთებ. ნახოთ, ვინ შეძლებს ბუშტის უფრო მაღლა სროლას. 1 2 3 კარგი, მოიცა. კითხვა მაქვს. რატომ ვისროლეთ 4 ბუშტი და მხოლოდ 3 დაეცა მიწაზე? ოპს, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. როგორც ცუდი, ისე კარგი. კარგი ამბავია რომ როგორც ჩანს ბუშტი ყველაზე მაღლა და ავაგდე. ცუდი? როგორც ჩანს ბუშტი მეზობლის ფანჯარას მოხვდა. ხუმრობ? ამის დამატების გარეშეც კი ვზულვართ მას. წავიდეთ, სანამ გაიგებს რომ ჩვენ ვინ ვიყავით. გააკეთა ეს? მე თქვენ გაჩვენებთ. კარგი. როგორც ჩანს, ფიზიკის კანონის გარდა სისხლის სამართლის კოდექსი დავარღვიეთ. კარგია რომ პოლიცია არ გამოჩნდა. კარგი. არ გონიათ რომ უბრალოდ ხუმრობთ ბიჭებო? ახლა გულისხმობთ ზოგადად? ახლა. თუმცა ჩვენ ცოტა სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ. რას გულისხმობ ამით? იცით რა არის? უმნიშვნელო წესებს ვარღვევთ. მოსაწყენია. ფიქრობ რომ დროა შემდეგ დონეზე გადავიდეთ და კანონები დავარღვიოთ? ასეა? ზუსტად. მას რა ვქნათ? ვიცი, გინდა ჩვენი მასწავლებელი გზელა დაიყვანო? მე ის არასდროს მომწონდა. უკეთესი იდეა მაქვს. აი ნახავთ. რა იდეა? მისმინეთ. როგორი იქნება მეზობლის ავტოფარეხში შეპარვა? ვაუ, ქურდობა ამბიციურად ჟღერს. ეს მაგარი იქნება. გარემოს შეცვლის დროა. იმედია სახლში არ იქნება. თორემ საქმე ცუდად გვექნება. ნუ ღელავ, ის მთელ ქალაქს გაივლის პურის საყიდლად. ეს მოხუცები ძალიან უცნაურები არიან. როგორ გავხსნათ საკეტი? დიახ, კარგი კითხვა. კარგი. მე მივხედავ, იმდენი ფილმი მაქვს ნანახი, რომ საკეთის გახსნა ნამდვილად არ დამიჭირდება. მაშასე, როგორ მუშაობს ეს? ჰეი, რატო მას შემიძლია კარის გაღება? რას ჭირს მას? როგორ ჩანს აქ არავინაა? შესანიშნავია. ო,
კარგით რა. რატომ არავინ თქვა რომ მეზობელს ზაღლი ყავს? არავის გაუფრთხილები ვარ რომ ის სახლში იქნებოდა. ეს საქმეს უფრო ართულებს. გავიქცეთ? იქნების კეთილია? ისე იღიმის თითქოს სოცხლად უნდა ჩვენი გადაყლაპვა. წავიდეთ აქედან, გავიქცეთ. რადგან ვიცით რამდენად უცნაურია ჩვენი მეზობელი, გაგვიმართლა რომ შესასვლელშივე ფოლადის ხაფანგში არ ჩავარდით. ამ თაგვის ხაფანგში. ამ ზომის თაგვის ხაფანგები არ არსებობს, რომლებიც ჩვენ დაჭერას შეძლებთ, ბოგდან. მე მგონი, უკვე ვიცი რაც უნდა გთხოვო დედა. შენი ჯერია, ნიკოლ, მისი გასეირნების დროა. ყველას უნდა ძაღლთან თამაში. მაგრამ მხოლოდ მე ვასეირნებ და ვაჭმევ მას. კარგი, ძაღლს გამოვკვებავ. ის ჩემზე უკეთესად ჭამს. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ვანდოთ ძაღლების გამოკვება. რადგან ყველაფერი შეჭამ, სანამ ის საჭმელს მიიღებს. გამორიცხულია. დღეს თქვენ უნდა გაასეირნოთ ძაღლი. არ შემეპასუხოთ. ძილის წინ ტუალეტში უნდა წავიდეს. ძაღლს ტუალეტში წასვლა სჭირდება. როცა ტუალეტში წასვლა მჭირდება, არავინ მატარებს ხელებზე. ისე როცა ღამით ტუალეტში წასვლის გეშინია, დედა შენი ყოველთვის დაკვება იქ. არ არის ასე? ის იქ არ მიმყავს. უბრალოდ ჩემთან ერთად დადის კომპანიონებისთვის. კარგი, ნიშნულობა არ აქვს თუ მას სხვანაირად დაუძახებ. მნიშვნელობა შეიძლება არ შეიცვალოს, მაგრამ უფრო მიმზიდვებად ჟღერს. კარგი, თუ კიკის სხვის ნივთსევა იძულებთ მოშარდოს, თქვენი აზრით რა მოხდება? ჩვენ გავაფუჭებთ ამ ნივთს თუ კიკი? კარგი, ახლა გასაგებია, რასაც გულისხმობდი, ნიკოლ. შემდეგი დარღვევაა სხვის იქონების გაფუჭება. მე ეს ძალიან მომწონს. მაშასე, ვინ იქნება მსხვერპლი? ყველაფერი რაც ვჭირდება ჩვენს გარშემოა. მოიცა ნიკოლ. გინდა კიკიმ დედის ტანსაცმელზე მოშარდოს? ეს საკმაოდ მკაცრია. სულაც არ არის მკაცრი. დედას ბევრი ტანსაცმელი აქვს და ძაღლები ხშირად ჩადავენ მასზე. ეს ნიშნავს, რომ მის საეჭვო არ იქნება. ის ვერ მიხვდება. დიახ, ამგვარად კანონის ერთი დარღვევა იქნება ჩადენილი. თამფარულად. როგორ ავირჩიოთ მსხვერპლი ტანსაცმლის ასეთ სიმრავლეს შორის? ეს ის არ არის. ეს არის ისაც ვჭირდება. აქ რაღაც ჰუდი დევს. ეს დედას მგონი არასოს ჩაუცვია. იცი რა არის? შეიძლება დიდად არ მოსწონს, რადგან ხშირად არ იცმევს. ასე რომ ის დიდად არ განაწყენდება. კარგი, კიკი, მოდი შეასრულე შენი ბინძური მოვალეობა. რატომ არ შადავს? იქნებ მას რცხვენია რომ ყველანი ერთდროულად უყურებთ? ო, კარგი, იქნებ გავტრიალდეთ? სუნი ამბობს, რომ მისი საქმე შესრულებულია. ის ისეთი პატარაა, მაგრამ მამაზე უარესად აზდის სუნი ბარდის ჭამის შემდეგ. ჯერ არ წასულხართ? დამავიწყდა მე თქვა. ნიკოლ, ჩემს ოთახში, შემთვის კაპეშონიანი ჰუდი მაქვს. სავარძელზე დევს. თხილად ატარე. ის ძალიან ძვირიანი და ექსკლუზიურია. სოფლიოში მხოლოდ 10 ასეთი არსებობს. მადლობა, დედა. ექსკლუზიური კაპეშონიანი ჰუდი. ახლა ის ნამდვილად ერთადერთია მსოფლიოში. და ისეთი სუნი აზდის, ზოოპარკში ცხოველად დაგიყვანენ, ნიკოლ. კი, ნიკოლ, კანონის დარღვევამ სასტიკი ხუმრობა მოგიწყო. ერთგვარი კარმა. კარგი, კი, ეს საზიზღრობაა. რას ვაკეთებთ აქ? ერთი ქვით, ორი ჩიტის მოკლას ვცდილობთ. ჩიტების მოკლა? კარგი. გამოწვევის გულისთვისაც კი არ ვარ მზად ამისთვის. მე არ მინდა. სიტყვასიტყვით არ უბოლისხმობ, ჟენია. ამოცანებით ლაპარაკს თავიდანანებეთ. ნუ თუ არ ისით რომ ჩვენი შემოქმედებითი აზროვნება სუსტია? ჩვენ ახლა დედას მანქანის გასაგებს მოვპარავთ და მას წავიყვანთ. რა მაგარია. და ამით ჩვენ ორ კანონს დავარღვევთ. ბრწყინვალე იდეაა. რა თქმა უნდა, მე ისევ ის ბოროტიგენიოსი ვარ. დედა მარც კი იცის, რომელ დამნაშავეებთან ერთად იზიარებს სახლს. ზუსტად ასეა. დედა მეს არ გვასწავლა. ეს ყველაფერი გამოწვევისთვისაა. ჩვენ სერიოზულად არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ნაკლები ლაპარაკი, მეტი მუშაობა. კარები გავაღე. მიდი, ბოგდან. ჭიშკარი გავაღე. და ფანჯარას დავხურავ. ხედავ, ყველაფერი კარგადაა. მოდუნდი. კანკალი არ არის საჭირო. ყურადღების მიპყრობის თავიდან ახასიებლად ნელა იმოძრავე. მანქანა, რომელიც ლოკოკინის სისწრაფით დაცოცავს, უფრო საეჭვოა. ვაიმე! ჯანდაბა! პრობლემები გვაქვს. ახლა ის დაინახავს ვინ მართავს მანქანას და მიხვდება რომ მანქანა მოიპარეთ. ახლა რა ხდება? არ მინდა ციხეში წასვლა. იქ საჭმელი ცუდია. ეს ციხეში ყველაზე ცუდი რამე არ იქნება. დამიჯერე. კარგი. დავრჩეთ და თავები დაბლა დავღუნოთ. ბოგდან, კარები შიგნიდან ჩაკეტე ყოველ შემთხვევისთვის. ყველა გადმოდით მანქანიდან, ახლავე. გონიათ ვერ ვხედავ ვინ არის აქ. ახლავე პოლიციას ვურეკავ. გაარკვიონ რატომ მართავენ პატარა ბავშვები მოპარულ მანქანას. კარგი. გავიქცეთ ბავშვებო, აქ ხაფანგში ვართ. სამთვლაზე გააღეთ კარები და გაიქეცით. 1, 2, 3.
გაიქეცით. მიდით, გაიქეცით. ბოგდან მოიცადე. რატომ და ნოკაუტე ის კაცი? ეს ძალიან ცუდია. ეს სხვა რამეებთან ერთად ადამიანის თავდასხმასაც ნიშნავს. არ ვიცი, ეს ყველაფერი რეფლექსების ბრალია. ჯანდაბა, ხაფანგში ვართ. კარგი, რა ვქნათ ახლა? მოვიფიქროთ, რა დღეს შემოგვიგზავნოს დედამ საჭმელი ციხეში. ახლავე გაჩერდით? არ გაინძრეთ. საკმარისად ითამაშეთ ფოროტმოქმედობა და ბავშვებო? ახლა დროს TikTok-ზე კი არა, ციხეში გაატარებთ. პოლიციას ურეკავ. თქვენ საქმე ცუდად გაქვთ. პოლიციას ნუ დაურეკავთ. გეხვეწები, დიახ, ეს ხვისი მანქანა არ არის, არამედ ნიკოლის დედისა. კარგი, დედას დაურეკეთ. მოვიდეს და ამ საკითხს ერთად მოვაგვარებთ. აკრიფეთ ნომერი. ალო, გამარჯობა დედა. იცი საქმე რაშია? რა ხდება აქ? რას ნიშნავს ეს? ასე გაგზავნეთ მე? ეს ყველაფერი გამოწვევისთვისაა, რა გამოწვევა? თქვენ რა? გონება სულ დაკარგეთ? მაგრამ წესები იმისთვისაა შექმნილი, რომ ხო დაარღვიო. და მისი შედეგი მოგეწონათ? კარგი, სინამდვილეში არა. ბატონო მცველო, იქნებ როგორმე შევთანხმდეთ? ისინი ბავშვები არიან. და როგორც ჩანს არც ისე ჭკვიანები. არა ბოგდან? მომიტანეთ ზეხვი და პილმენი. დარწმუნებული იყავით, რომ ისინი საკმარისი იქნება ორი ადამიანის გამოსაკვებად. თქვენ ძალიან ძვირი დამიჯდით, პატარა დამნაშავეებო. ისე დაგსჭით, რომ მინანოთ, რომ ციხეში არ მოხვდით. ერთი მხრივ წესების დარღვევა სახალისოა. მეორე მხრივ კი ძალიან სტრესულია. კი, რასრულედური გამოწვევაა. უფრო მეტიც, ჯიბის ფულის გარეშე დავრჩით. მორჩილ ბავშვებად ყოფნა უფრო სასიამოვნოა. მართალია. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკორის სახზე ხართ. მადროთ მოყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და გავიწყდეთ და დაიქება. და ჩვენ წავედით. ნახვამდის. ნახვამდის.